საკუთარი კუთხის და სოფლის სიყვარულმა კრივის მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის ოცნება ვარიანი წალკოტად გადაექცია და სოფელი არ დაცარიელებულიყო რეალობად იქცა. მშენებლობა 1 ქვის ფაცხით დაიწყო და ყოველდღიურად ვითარდება. 42 ჰექტარზე გადაჭიმული რანჩოდან ამჟამად 14 ჰექტარზე მეტია ათვისებული და დამსვენებლებს 2017 წლიდან მასპინძლობს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქ დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. ვესტუმრეთ რანჩო ვარიანს, რომელიც თბილისთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზეა. გორიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ახლა მინდა რომ ერთად ვნახოთ, რისი დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება აქ. რანჩო ვარიანში დამსვენებლებს სათევზაო კლუბს თავაზობს, რომელიც თევზაობისთვის განკუთვნილი ყველა ინსტრუმენტითაა აღჭურვილი და თევზაობა ხელოვნურ ტბაში ხორციელდება. აქვეა საცხენოსნო კლუბიც, რომელიც ჯირითის მოყვარულ დამსვენებელს განსაკუთრებით იზიდავს. რანჩოს ტერიტორიაზე მოწყობილია სხვადასხვა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები. ყველა ასაკის დამსვენებლებისთვის თერმოაუზი, 24 საათიანი ბარი, ბილიარდი, წყლის და სასეირნო ველოსიპედები, ქართული რესტორანი, სადაც დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს და მოусმენთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასიამოვნო დღის მერე შეგიძლიათ რანჩო ვარიანში ღამე გაათენოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად 2, 4 და 6 ადგილიან კომფორტულ და კეთილმოწყობილ კოტეჯებში, სადაც დაგხვდებათ თქვენი განტვირთვისთვის საჭირო ყველანაირი პირობა. რანჩო ვარიანში ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვითარდება. შიდა ქართლის ამ მართლაც განსხვავებული და გამორჩეული გარემოთი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლები თანაბრად ინტერესდებიან. ჩვენც შევეცადეთ დეტალურად დაგვენახებინეთ თქვენთვის შიდა ქართლის ეს მართლაც გამორჩეული ადგილი, მაგრამ სიტყვით ნათქვამს ალბათ საკუთარი თვალით ნანახი სჯობს. ამიტომაც თქვენც უნდა ესტუმროთ და განიტვირთოთ რანჩო ვარიანში. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ეს სიუჟეტი, აუცილებლად გამოიწერეთ კომპასის YouTube არხი.